ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ჩემი ლამაზი ეზოდან, სამეგრელოდან, მარტვილიდან ერთ საინტერესო თემაზე მინდა ვისაუბრო. დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და სამწუხაროდ იყო საფლავები, რომელიც ყველასგან მიტოვებული იყო და ვცდილობდი, რომ სიტყვით მათთვისაც მეხარებინა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და სადაც ჩავივლიდი და ვნახავდი, რომ წითელი კვერცხი, ასკა ან სანთელი არ იყო ანთებული, ვახარებდი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მათ აქვთ სული, რომელიც უკვდავია, შესაბამისად სიტყვას დიდი დატვირთვა აქვს და დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენი ეს ნათქვამი სიტყვა მათ შორის მიდის იქ, სადაც ისინი არიან, მაღლა ზეცაში. დაივიწყებთ, რა ვიცი, წინაპრებს, მამის და დედის გარეშე თქვენ არ იარსებებდით, ვერ იარსებებდით. ყველა ადამიანს უნდა გვახსოვდეს ჩვენი წინაპრები, საიდან მოვდივართ, ვინ ვართ, ვინ ყოფილ ვართ. რაც არ მომეწონა და რაც არ მომწონს ხოლმე, ეს არის ქართველებს ვიყვარს ყველაფერში გადამეტება, მათ შორის რაღაცა кейფში. ღვინო უნდა მიირთვა იმდენი, რომ არ დაგათროს და გონება არ წაგიშალოს. ღვინო არის უფლის სისხლი. შესაბამისად, მას პატივი უნდა სცე. ცოდვისთვის კი არ უნდა გამოიყენო, ის უნდა გამოიყენო კურნალობისთვის. კი, ბევრი ექიმი, მათ შორის შავ ღვინოს განსაკუთრებით უნიშნავს წამლად, დილით, უზმოზე ერთი ჭიქა შავი ღვინო, მათ შორის ორგანიზმს კურნავს. წამალი თუ ერთი ტაბლეტი განკურნავს, 10 ტაბლეტი გავნებს აუცილებლად და შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს ეს ყველაფერი. ასევეა ღვინოსთან დაკავშირებითაც. ერთმანეთის მიმართ თითქოს რაღაცა მისალმება, მილოცვა, სიყვარული გვაკლია. თითქოს ვიღაცა ვიღაცის მტერია, თითქოს ვიღაცამ ვიღაცას გამარჯობა არ უნდა უთხრას. მე არავინ არასდროს არ გამომირჩევია არანაირი კუთხით, არც პოლიტიკური, არც რელიგიური ნიშნით, როცა ადამიანი მეკითხებოდა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ჩემი აზრი აინტერესებდა, რაღაცა დახმარება სჭირდებოდა, არასდროს არ მიკითხავს, მემარჯვენე ხარ, მემარცხენე ხარ, ცენტრისტი ხარ, ქრისტიანი ხარ, მუსლიმი ხარ, იუდეველი ხარ, თუ რა ვიცი. არასდროს არ მიკითხავს ასევე გამოწერილი ქონდა თუ არა ჩემი გვერდი. არასდროს, არც ერთ ვიდეოში არ მithქვამს მე, რომ გამოიწერეთ ჩემი გვერდი. არც ახლა არ გეუბნებით. თუ გინდათ გამოიწერეთ, თუ არ გინდათ არ გამოიწეროთ. თუ მოგწონთ ვიდეო, რა ვიცი, თუ გინდა დაალაიქეთ, თუ არ მოგწონთ არ დაალაიქოთ, თუ არ მოგწონთ ეს ვიდეო, დამიწერეთ, რომ არ გეთანხმები. მაგრამ ვინაიდან ვარ ქრისტიანი მართლმადიდებელი, ჩემთვის დამცირება, გინება, წყევლა არის სატანისტური სიტყვები. მე ჩემს გვერდზე სატანისტურ სიტყვებს არ გავაჟღერებინებ არავის. ამიტომ ასეთი ადამიანები ყოველთვის დაიბლოკებიან. იმიტომ რომ ბოროტი ქმედება ავრცელებს ბოროტებას. ამიტომ ჩემს გვერდზე თქვენ ბოროტების გავრცელებას ვერ ნახავთ. აღდგომის მადლი შეგეწიოთ თქვენს ოჯახებს, ჩვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოში მიმოფანტულ ყველა ქართველს.